ამ ადგილას შევეწარი ავარიას, მარშრუტ გამოტრიალდა, გაუწიეთ პირველად დახმარება და რამდენიმე შემთხვევა იყო ასეთი. ერთ შემთხვევაში ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები მერიისგან ითხოვენ პასუხს, როდის გახდება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია ცხოვრებისთვის უსაფრთხო. ჭაბუა ამირეჯიბისა და ლეოპოლდ ვოლფელდის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები კახი კალაძის უწყებიდან მხოლოდ ერთს, სიჩქარის შენელების მინიშნებას ითხოვენ. პირადად 1-3-4 შემთხვევა არა, იმე რაც აქ ვიყავი, მაგ პერიოდში 1-4 ავარიას მე თვითონ შევეწარი. საშიშია გადაადგილება, მანქანით გამოსვლა არის ფაქტურად თვითმკვლელობის სტოლი. არანაირ შეზღუდვა არ არის, არც ბარიერი, არ შემოფერხებელი და მანქანები დადიან ძალიან სწრაფად. გოგონა მოყვა. ალბათონი ავარიაში მაგ დროს მეც მივდიოდი ჩემი მანქანით. რომ მივედი დაავადე თავზე გამიკვირდა, რომ იმდენად მოდიოდა ვიღაცამ შეავიწროვა, რომ ვეღარ აიღო და ბარდეულს დაეტაკა. ხშირად ხდება ავარიები ამ მონაკვეთზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საფრთხიანი მონაკვეთი არის იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდად და წყნარად ვიაროთ. ყოველი შემოსვლისას პირადად ჩემთვის როგორც მძღოლისთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ხშირად მანქანები ვერ ხვდებიან, რომ შემოსასვლელია და უწევთ უცაბედი დატორმუზება, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ავარიებს და ავარიულ სიტუაციებს. 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ აღდგენილ საავტომობილო გზაზე გადაადგილება 80 კმ/სთ სიჩქარითაა დაშვებული. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე საცხოვრებელ ზონასთან ახლოს ავარია თვეში მინიმუმ ერთხელ ხდება და ხშირად ტრაგედიით სრულდება. ასეთი შემთხვევების აცილების მიზნით მოსახლეობამ პეტიცია შეადგინა, რომლითაც მერიას ამ ადგილებში არსებული მომატებული საფრთხის გამო შენელების ზოლების გავლებას თხოვა. პრობლემა რეალურად არის ძალიან მასშტაბური, იმდენად რამდენადაც ჩვენ აქ უკვე აღარ ვსაუბრობთ რაღაც სახის დისკომფორტზე, სიტუაციით შექმნილ დისკომფორტზე, ეს უკვე არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ სიცოცხლის ჯანმრთელობისთვის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ავტოსაგზაო სივრცის შექმნას. კოლექტიური განცხადებაა შეტანილი მერიის სახელზე ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან ჩვენი საადვოკატო ბიუროც სწორედ ამ ხალხის ინტერესებს წარმოადგენს, თუმცა უკვე მეორე თვე მთავრდება და კანონით განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა გადაწყვეტილების მიღებისათვის, თუმცა ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და უბრალოდ არანაირი პასუხი არ გვაქვს. გასულ წელს ახალი გზის მხოლოდ ერთ ნაწილზე 18 ავარია მოხდა. თბილისის მერია კი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებას მაინც არ აპირებს. ამას იმით ხსნის, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გზატკეცილზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობას. მომატებული ავარიების რიცხვზე კი მერიას პასუხი არ აქვს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გზა არის ჩქაროსნული 80 კმ/სთ და იგი უფრო სახიფათოს გახდის მოძრაობას ვიდრე უსაფრთხოს. ტრაგიკული 13 ივნისის შემდეგ 6 წელი გავიდა. პრობლემა კი კვლავაც მოუგვარებელია. მოქალაქეებმა არ იციან, როდემდე მოუწევთ სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრება.